ბავშვთა კვების ნაწილში რა ხდება და რა ემართება ზრდის ჰორმონებს და ტვინს, როცა იგივე საჭმელს ვაჭმევთ, რასაც ჩვენ ვჭამთ. როცა ვიძახით ბავშვის ზრდა განვითარებაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ზრდასრულობისას ყოველ კილოგრამში, რასაც ბავშვი იმატებს, 20% უჭირავს ცილას. ანუ ეს არის ცილოვანი სტრუქტურები, კუნთის შენება, ორგანოების შენება, ტვინის ფუნქციის შენება. ამიტომ რეალურად საუზმე შეიძლება იყოს დამნაშავე შუადღეს ბავშვის მოძინების. მაშინ რა არის სწორი ალტერნატივა? დედამ ბოსტნეული კი არ დაიდოს წინ მარტო თქვას რომ მე დიეტაზე ვარ, ჯანსაღადუყოფები. გადმოიდოს პითის ნაჭერი, ხაჭაპურის ნაჭერი და ბოსტნეული საალთა შეუკვეთოს. მასთან ერთად. მან რა უნდა ქნათ მშობელმა? ანუ ფიზიკური აქტივობა გარდა იმისა, რომ წონის კონტროლში დამეხმარება, კიდე რის ვიჭირდება, როცა ბავშვი ვარ. დედის არასწორი კვება ლაქტაციის პერიოდში იქონიებს თუ არა ნეგატიურ საგალენას ბავშვის და განვითარებაზე. პასუხი არის Mr. Nutrition. დღეს მინდა რომ ბავშვთა ნუტრიციოლოგიაზე და ბავშვთა კვებაზე ვისაუბროთ. ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაჭმევთ ხოლმე იმ საჭმელს, რასაც ჩვენ ვჭამთ, კიდევ უფრო ცუდი სიტუაცია ხოლმე მაშინ, როცა ბავშვი ისეთ დიეტაზე ვსვამთ, რაზეც ჩვენ ვჯდებით ხოლმე. და მან მაინტერესებს ზოგადად ბავშვთა კვების ნაწილში რა ხდება და რა ემართება ზრდის ჰორმონებს და ტვინს, როცა იგივე საჭმელს ვაჭმევთ, რასაც ჩვენ ვჭამთ. მან თავი კონცეფცია პირველად არ შევხედოთ ბავშვს როგორც პატარა ზრდასრულს. აი, აქედან იწყება მე მთლიანი კონცეფციაში გარღვევა. მე როცა ვიზახი რომ ბავშვს ვაჭამო ის, რასაც მივჭამ, თუ მე არასწორად უკვებები, რა ხდება, როცა ბავშვს ვაჭმევ იმას, რასაც მივჭამ ხოლმე ხშირად, რომელიც არ არის ჯანსაღი, ბევრი ცომეული, ბევრი ტკბილეული, ბავშვი მაინც იზრდება. ოღონდ თავარი კითხვაა ზრდის პროცესში რა ფერ ხდება? ანუ პირველი რაც უნდა გავუთვალოს, თავისუფლად არის ის, რომ ის ჰორმონები, რომელიც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში მოქმედებს და ფიგურირებს ზოგადად წონის მენეჯმენტში, ჯანმრთელობაში, ენერგიის ბალანსში, ბავშვთანაც იგივეა. ადამიანები ვართ ორივე. რაც განსხვავება არის სპეციფიკური ფუნქციები, რომელიც კონკრეტულ ჰორმონებს ენიჭებათ. მაგალითად, ზრდა განვითარებისთვის ადამიანის ზრდასრული ორგანიზმი წარმოუდგინოთ როგორც სახლი. რომელსაც ჭირდება შენარჩუნება, სახლს ჭირდება მოგვა, სახლს ჭირდება ელექტრომიწოდება, სახლს ჭირდება ხანგამოშვებითი კოსმეტიკური რემონტი, ანუ შენარჩუნებაზეა ზრდასრულის ორგანიზმი გადასული, მაშინ როცა მოზარდი ბავშვის ორგანიზმი არის ცათამბჯენის მშენებლობის პროცესში. შენება და შენარჩუნება ერთმანეთისგან მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკულ წყაროებს ერთმანეთს იყენებენ, განსხვავებულია კონცეპტუალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შევხედე ბავშვს როგორც პატარა ზრდასრულს, უფრო ცოტას ვაჭმევ, ვიდრე მე მჭირდება და მგონია რომ ყველაფერი კარგად არის. ამის მარტივ მაგალითს გეტყვი, არაერთხელ მქონია შეხვედრა მშობელთან, რომელიც დარდობს თავისი შვილის ჭარბკვებაზე. და როგორც წესი, ეს ჭარბი კვება არის ხოლმე ნაყინი უნდება ხოლმე ბავშვს. როცა ჩავდივართ კითხვებში, გამოვარკვევთ, რომ ბავშვი არის 13 წლის ბიჭი, რომელიც დადის ფეხბურთზე, ამასობაში არის ჰიპერაქტიული, სკოლაში ვერ ისვენებს, სპორტის გაკუთილებს არ აცდენს და პირველი თვითონ მირბის და ამასობაში როგორც ხარ დადის სპორტზე და სახლშიც არ ჩერდება. დედა კითხავს სვამს, კაცო, ჩემზე ორჯერ მეტჭამს. მაშინ როცა დედის მჯდომარე ცხოვრების წესის მიმდინარე თუ არ არის ფიზიკურად აქტიური, სახლსაქმეები ემატება, მაგრამ ზოგადად უფრო მეტად მჯდომარე სამსახურში მუშაობა, დედის ენერგეტიკული საჭიროება თუ არის 1800 კალორია, მისის მოზარდი ბიჭის ენერგეტიკული საჭიროება შეიძლება იყოს 2500, 3000, ანუ გაორმაგებული. რაც ნიშნავს იმას, რომ დედა ფიქრობს, რომ მასზე მეტჭამს ბავშვი და აქ ხედავს პრობლემას, ამასობაში იმითი რომ ნაყინს ამატებს. მაშინ როცა ესე, ანუ რეალურად თავისი ულუფა მიირთვა ბავშვმაც და კიდე ნაყინი მოუნდა. და რატომ მოუნდა ნაყინი? იმიტომ რომ ენერგია აკლია. ანუ მე თუ ვჭამ 1800 კალორიის ძირითად კვებებს დედის მსგავსად, შუალედში ენერგია მჭირდება, ჩემმა ორგანიზმმა იცის, რომ ენერგიის ყველაზე სწრაფი მისაღები წყარო ამ შემთხვევაში ნაყინია და ყველა ხემსად ნაყინი მინდება. მით უმეტეს, როცა ფიზიკურად აქტიური ვარ. ანუ კონცეფციური განსხვავებაა და უნდა მესმოდეს, რომ ჩემ მით უმეტეს ფიზიკურად აქტიურ შვილს შეიძლება ჩემზე მეტი კალორია ჭირდებოდეს. ზრდასრულის ორგანიზმისთვის რამდენი კალორია მჭირდება, ანუ რამდენი ენერგია მჭირდება, არის კონცეფცია, რამდენი მჭირდება სასიცოცხლოდ, პლუს ფიზიკურ აქტივობაში რას ხარჯავ. ბავშვისთვის არის რამდენი ჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენს ხარჯავს ფიზიკურად და რა ჭირდება ზრდა განვითარებისთვის. ანუ მესამე დიდი მოთამაშე შემოდის საქმეში, რის გამოც კონცეპტუალურად ენერგიის ბალანსი, ანუ საიდანაც ვიწყებთ საერთოდ ჯანსაღკვებაზე, ზრდაზე, განვითარებაზე საუბარს, სრულიად განსხვავებულია. შესაბამისად, საკვებიც უნდა იყოს მორგებული, ანუ ერთი არის რამდენს ვჭამ, ანუ რამდენი ენერგია შემოდის, მეორე ის რა ვჭამ. მარტივი ანალოგიისთვის, რამდენ ვჭამ და ენერგია არის დენი სახლისთვის. ელექტროგაყვანილობა და რამდენი დენი მომეწოდება. რა მჭირდება,
არის საშენი მასალა. ამ წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც ბავშვიც მიირთმევს იგივენაირ კალორიებს, რაც ჭირდება, მაგრამ ყოველფერს იღებს არასასურველი წყაროებიდან, ზირთად ცომეული, ტკბილეული, ანუ საშენი მასალა აკლდება ამ დროს, რო გავაკეთოთ ანალოგია, აგური აკლდება, მაშინ როცა ენერგო მიწოდება მაღალი აქვს. შესაბამისად, როცა ვიძახით ბავშვის ზრდა განვითარებაზე, ჩვენ ვიცით, რომ ზრდასრულობისას ყოველ კილოგრამში, რასაც ბავშვი იმატებს, 20% უჭირავს ცილას. ანუ ეს არის ცილოვანი სტრუქტურები, კუნთის შენება, ორგანოების შენება, ტვინის ფუნქციის შენება. 10% უჭირავს ცხიმს, სწორად ნამატში გულისხმობ და 70% უჭირავს წყალს. მაშინ როცა ენერგია მიღებულია, მაგრამ აი ეს საშენი მასალა არის გადანაწილებული განსხვავებულად, ბავშვი მაინც იღებს ენერგიას, მაინც იმატებს იმას, რაც უნდა მოიმატოს, მაგრამ აი ეს 20%-ზე ცხიმი, ცილას და ორგანოთა კუნთებს შორის ბალანსი არის დარღვეული. გავიგე, დავაზუსტებ ფიზიკური აქტივობა რო ახსენებ, პირობითად მე თუ ვიღებ 2000 კალორიას და მაგალითად ბავშვი იღებს 2200 კალორიას. თქო, ფიზიკურად აქტიური არ არის. ამ შემთხვევაში ფიზიკურად არააქტიურობის დროს მაინც სჭირდება რომ ჩემზე მეტი კალორია მიიღოს რაღაც რაოდენობით, მაინც იმიტომ რომ შენებისთვის სჭირდება? მან გააჩნია ასაკს, გააჩნია სქესს და გააჩნია წონას და სიმაღლეს ბავშვისას. ყოველთვის არა, მოდი ესე გეტყოდი, მაგრამ ძირითადად ფიზიკურად აქტიურ ბავშვებში გადააჭარბებს ბავშვის ენერგეტიკული საჭიროება ზრდასრულისას. და ბავშვი როგორც წესი ფიზიკურად აქტიურია ხოლმე, იმიტომ რომ ცელკობს. და აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია, არ დაუშალოთ ბავშვს ცელქობა. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ენერგიის დანახარჯზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩემი ბავშვი სპორტზე დადის და აქტიურია. მაშინ როცა კვირაში 3-ჯერ თითო საათი თუ ფეხბურთზე დადის, კვირაში 3 საათი ფიზიკური აქტივობა ზოგჯერ ვერ გადააჭარბებს 165 საათი ჯდომას. ანუ ის კონცეფცია, რასაც ჩვენ ვეძახით არასავარჯიშო აქტივობები დახარჯულ ენერგიას, რომელიც დედისთვისაც მნიშვნელოვანია, ეს არის სახლის დალაგება, საოჯახო საქმეები, კიბეების გამოყენება, ფეხით სიარული, ბავშვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმიტომ რომ ენერგიის დანახარჯი ამ დროს მჭირდება როგორც შემოდინება, ისევე გადინება ამ ენერგიის. ჩვენ ვიცით სტატისტიკურად რომ და ამას არ გეუბნები მარტო საქართველოზე, სოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების დაკვირვებით, სოფლად მცხოვრები ბავშვი ასაკს გააჩნია 25% მეტ ენერგიას ხარჯავს დღის განმავლობაში, ვიდრე ქალაქად მცხოვრები. და ეს 25% ხშირ შემთხვევაში არის ის, რაც მოზარდობისას სიმსუქნისგან და ჭარბი წონისგან მიცავს. ანუ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომელიც არის არა ვარჯიში სტრუქტურიზებული, არამედ სახლში მოусვენრობა და ცელქობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ეხლა აქ შემოდის კონცეფცია ხურდაფულის. წარმოიდგინე, რომ გაქვს ხელფასი და ყოველ თვე იღებ კონკრეტული რაოდენობით კუპიურებს, არ ვიცი, კვირაში გაქვს 100-ლარიანი ხელფასი. ხურდები, რომელიც დამატებით შემოსავალ შემოგდის, ეს არის არასავარჯიშო ფიზიკური აქტივობა, პატარა ხურდები და ვარჯიში არის 100-ლარიანი კუპიურა. წარმოიდგინე, რამდენჯერაც ივარჯიშებ კვირაში, იმდენი 100 ლარს მოგცემ. კვირაში დახვედი ივარჯიში 3-ჯერ, ბავშვმა ივარჯიშე 3-ჯერ, მიიღო 100 ლარი. ხურდა ფულებით დღეში ყველაფერში ხურდას აძლევ. ფეხით გაიარა, კიბეები გამოიყენა, იცქმუდა, გაიქცა, გამოიქცა. კვირის ბოლოს ამ კუპიურებზე მეტად ხურდა ფულით შეგროვებული ფული შეიძლება მეტი იყოს. ანუ არასავარჯიშო აქტივობებით დაზოგილი ენერგია და დახარჯული შეიძლება ხშირად აჭარბებს სტრუქტურიზებული ფიზიკური აქტივობით დახარჯულს. ამიტომ ბავშვმა ითქმუდოს, მოძრაობა არ დაუშალოთ და მე აქ შემოდის უბრალოდ სკოლის, უნივერსიტეტის კონცეფცია. ხო, სადაც ბავშვი ორიენტირებულია, თელი დღე იყოს ფიზიკურად აქტიური, მაშინ როცა დილის 9 საათიდან შუა დღის 3 საათამდე ჯდომა უწევს. მართალია. იშვიათი გამონაკლისების შემოხდრია ჩემ დროს სკოლაში, ვინც მეუბნებოდა, როცა მოგინდება მასწავლებელი, როცა მოგინდება ფეხზე ადექი. პრობლემა არ მაქვს. ახლა წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც მკაცრი მასწავლებელი შემოვიდა სკოლაში, მოწესრიგებული სიტუაცია არ არის, საკვები არ არის, რომელსაც მიირთმევ და ამაზე ვისაუბროთ აუცილებლად. სკოლის ლანჩზე და შუა დღის ჭამაზე ბავშვისთვის და მის მნიშვნელობაზე. და ამასობაში საპირფარეშოში გასასვლელადაც კი გერიდება ხელისაწევა, ფეხზე ადგომაზე ზედმეტია საუბარი. ანუ მაშინ, როცა მე ბავშვი მოდის სახლიდან და ფიზიკურად აქტიურია, ვერ ვაჩერებ, ვერც უნდა გააჩერო რეალურად. ამიტომ ზოგჯერ ის კონცეფციები ჩვენ როცა ვიზახით, რომ ბავშვი ჰიპერაქტიულია, ყურადღების დეფიციტი ხომ არ აქვს. ეგ შეიძლება სხვა რაღაცებს უკავშირდებოდეს, ძილის ნაკლებობა, არასწორი კვება, მაგრამ ფიზიკურად აქტიური სქმუტავი ბავშვი არის პირიქით კარგი თავდაცვა ჭარბწონიანობის, სიმსუქნისგან
და მისი ემოციური სტაბილურობისთვის ამასობაში. სკოლაში ჯდომა გაკვეთილებზე არ მიფიქრია მაგაზე, საინტერესო რაღაც არის, საინტერესო დაკვირვებაა. და ბარემ სკოლაზე კითხავ. სკოლაში რო გაკვეთილზე ბავშვს ეძინება სავით და მოთენთილი როა, იმიტომ რომ სიზარმაცის ბრალია თუ ყვება მან დრამაშუაში. ალბათ პირველი დამნაშავე, როცა ბავშვს ყოველთვის შუადღისას მოიძინება ხოლმე ყვება. ეხლა რატო? იმიტომ რომ რეალურად პირველი დღის პირველი ყვება არის მნიშვნელოვანი სტარტი ბავშვის ორგანიზმისთვის. ზრდასრულებში თქვენ თუ გვაქვს კონცეფცია, რომ საუზმეს თუ გამოტოვებ, ანუ გაღვიძებისთანავე მალევე თუ არ შეჭამ, არა უშავს თავარია მთელი დღის ბალანსში ჩაჯდე, მოზარდისთვის ეს რჩევა არის ნეგატიური, ცუდი, არასწორი. ანუ ბავშვისთვის საუზმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონცეფცია, ოღონდ არა მარტო საუზმობა მნიშვნელოვანი, რას ვისაუზმებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც ბავშვის საუზმე არის ის, რაც გინახავს ყველა სატელევიზიო რეკლამაში. გამოჩნდა ლამაზი შრის ფანტელი, ხლოპიო, შოკოლადის კარაქი და პური, ესეთი საუზმით თუ იწყებს ბავშვი, მიდის სკოლაში, თავიდან ჰიპერაქტიულია, პირველ გაკვეთილზე ენერგია ასხამს, იმიტომ რომ შაქრების, ნახშირწყლების კარგი წყარო მიიღო, ეგეც ჭირდება, მაგრამ მხოლოდ ეგ მიიღო. გადის საათები, ამას ვუძახით ენერგიის საქანელს. ორგანიზმმა მომატებული შაქრები დაარეგულირა და ბავშვს უკვე ენერგია აკლია. რაც ნიშნავს იმას, რომ მეორე გაკვეთილზე, მესამე გაკვეთილზე ბავშვი მოეძინება, მნიშვნელოვანი გაკვეთილი დაემთხვევა და მერე თვის ბოლოს მასწავლებელი მშობელს ურეკავს, შენი ბავშვი რაღაცა ზარმაცობს. კი არ ზარმაცობს, ენერგია აკლია. მით უმეტეს ფიზიკურად არ შეუძლია ამ ენერგიის შედარებით აკუმულირება, მეტად ენერგიულად რო იგრძნოს თავის შუაში მოძრაობით. ცუდი კვების მერე ჭყალებში. ამიტომ რეალურად საუზმე შეიძლება იყოს დამნაშავე შუადღეს ბავშვის მოძინების. მაშინ რა არის სწორი ალტერნატივა? სწორი ალტერნატივა არის დავიწყოთ ცილით. კვერცხი ყველაზე სწრაფი და მარტივი საუზმეა, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს. და ხშირად არის თამაშობაში კონცეფცია, რომ დედა ჭამს, ბავშვს რაც მორჩება. დედაც თუ იმაში ჭამს, რაც ბავშვს მორჩება და ბავშვისთვის ჯანსაღი იყო გაკეთებული, დედაც პლუსში იქნება და ბავშვს მეტი ენერგია ექნება. ანუ როცა მივდივართ საუზმის წერტილში კვერცხი, თელმარცვლოვანი, პური, ოღონდ არ გავაქროთ ეს ბავშვის საყვარელი საუზმე. ანუ თუ უყვარს ხლოპიო და რძე, ჭამოს ხლოპიო და რძე და ამასობაში ჭამოს კვერცხის ტოსტი. თუ უყვარს პური, პურზე გადასმული კარაქი ან შოკოლადის კარაქი, მიირთვას პური და კვერცხი ერთად. ან პური კარაქი და დამატებული ან შვრიას მოუძებნოთ ისეთი სახე მთელმარცვლოვანი შვრია, რომელიც სწრაფად ენერგიას კი არ მიცემს და მე კი არ დაუგდებს, არამედ ცილა, ჯანსაღი ცხიმი დაეხმარება ბავშვის ენერგიის ნაბიჯ გამოყოფას. ანუ ენერგიას იგივეს მიიღებს, აღონ წარმოიდგინე, მიიღე ენერგია 2 საათში და მე ენერგიის საქანელზე ხარ და მიიღე იგივე ენერგია თანაბრად 4 საათში. ეხლა მან მეორე კითხვა შემოდის. 3-4 საათი თუ მყოფნის ჯანსაღი კვებიდან მიღებული ენერგია და ამასობაში ცილა, რომელიც საშენი მასალაა, 3-4 საათია, ძალიან აქტიური. მე რა ხდება? ბავშვის სკოლაშია. სწორედ აქ შემოდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შუადღის კვება ბავშვისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა. პრობლემაა საჯარო სკოლებში, იმიტომ რომ არ არსებობს სისტემა, სადაც ნაკლებად ნაგავი საკვები მოიპოვება ბუფეტში. ასევე ძალიან ხშირი პრობლემაა კერძო სკოლებში. იმიტომ რეალურად კულტურა, ცოდნა კერძო სკოლებში რა გაიდლაინით უნდა იყოს შემუშავებული საკვები, ეგ არ გვაქვს. და ალბათ იშვიათი გამონაკლისები არიან კერძო სკოლები, ვინც ამაზე ფიქრობენ, დროს ხარჯავენ, ენერგიას ხარჯავენ, ადამიანებს ჩართულობას უწევენ შესაბამისი ცოდნით. მაშინ რას ჭამს ბავშვი მერე შუადღეს? ამიტომ კითხვა შემოდის, მაშინ უნდა გავატანო. ან იმდენი დაბრკოლება შემოდის საქმეში, რომ საბოლოო ჯამში ბავშვი არ უნდა გამოვიდეს დამნაშავე, რომ დილით ენერგია არ აქვს და მერეც ქმუტავს საღამოს სახლში რომ მოდის. მან მარტო კერძოში ხო არა, საჯარო სკოლებში ხო რეალურად პრობლემაა რა შეჭამს. საჯარო სკოლაში აუცილებლად პრობლემაა. აქ შეიძლება იყოს და მე ვიძახი კერძოში რომ დამყავს და იქ გაწერილი ყვება, მშობელმა თუ არის ის ნუტრიოლოგიის საფუძვლები ჩახედილი არ არის ის რას უნდა იღებდეს ბავშვი. აქ უკვე შეიძლება გამიპაროს, ანუ გული ბოლომდე მანდაც ვერ მაქვს შვიდად კერძოა და რაღაცას ალბათ იზამენ ხა ამდენ ფულს ვიხდი და ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ზახშირად მქონია ესეთი შემთხვევები, რომ ალბათ ჩახედე. უფრო მეტად ბაღის ასაკის დედები ზრუნავენ ხოლმე ამ წერტილზე დღეს, როცა მათი ცნობიერება იზრდება, უყურებენ, უსმენენ, კითხულობენ, ჩვენი პოდკასტი აქვთ ნანახე. და რომ ჩავხედავთ ბაღის მენიუს, შეიძლება იქ ვნახოთ დამატებული შაქრების კასკადა. ჩაი შაქრით, პური შაქრით, ვერმიშელი შაქრით, შაქარმოყრილი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ფული იხარჯება.
და მე ვიღაც ზრუნავს, ოღონდ თუ ზრუნავ და ფულს ხარჯავ, მაგრამ სწორ შედეგზე იზრუნე და სწორი შედეგი მიიღე. დამატებული შაქრები, რომელიც 2 წლამდე კატეგორიულად არ უნდა მიიღოს ბავშვმა და 2-დან 4 წლამდე რეკომენდებულია რომ არ მიიღოს შაქრები, რომელსაც ჩვენ ვამატებთ ხოლმე საკვებს. ბაღის რაციონში სრულიად მოშლილია კონცეფცია. ამიტომ მე იწყება პრობლემები, ბავშვი ხდება ჭირვეული მჭამელი, კონკრეტულ გემოზე უფრო მეტად დამოკიდებული და მე იწყება პრობლემების კასკადი. ამ პრობლემების კასკადს მივყავართ რეალურად ჯერ პრობლემამდე მოზარდობის ასაკში, სადაც ვიცით რომ საქართველოს მოსახლეობაში დასრულებში და ბავშვებში საკმაოდ დიდია ჭარბწონიანობის და სიმსუქნის სტატისტიკა. გააჩნია ასაკ, ზოგიერთ ასაკში ევროპის მასშტაბით ვართ, ბოლოდან ან ყველაზე ცუდიდან მეხუთე ადგილზე, ზოგან მესამეზე, ზოგან მეშვიდეზე. მერე ბავშვი იზრდება და ამას მოყვება ჭარბწონიანობის სტატისტიკა საქართველოში უკვე ზრდასრულების, რაც არის 65% ჭარბწონიანი და სიმსუქნის მქონეა ერთად. როგორ გეტყობა რომ შიმშილის იმაზე ხა მეგობრებო ვიდეოს ვიღებთ თან YouTube-ისთვის და თანამედროვეულად მაგარი რაღაც გეოლდებათ 100 საათი შიმშილობს თითქმის 5 დღე. ოღონდ არა წონის კლუბისთვის. ხო, და ხა ეთყობა ენერგიაზე და შემართებაზე როგორც ლაპარაკობს. კაი, მან მაინტერესებს, გამიგია რამდენად სწორი არ ვიცი, რომ ინსულინ რეზისტენტობა უყალიბდება დროებითო მოზარდობის ასაკშიო. ეგ რამდენად მართალია და საერთოდ თუ მართალია რატო ხდება? ეს არის ძალიან საინტერესო კონცეფცია და ბევრ მშობელს შეიძლება ხა შეეშინდეს. ჩემი ბავშვი ინსულინ რეზისტენტია მოზარდობისას? პასუხია კი. აღონ ეს არის ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა. ანუ რას ნიშნავს? ეს არის ორგანიზმისვე გადაწყვეტილება, ინსულინი, რომელიც არის ჰორმონი, რომელიც უჯრედის კარს უღებს გლუკოზას, ეს საკეტი ცოტათი გააბლაგოს, ცოტათი მოტეხოს. რატო? ზუსტად იმიტომ, რომ ბავშვის მზარდი ორგანიზმი ენერგიას მუდმივად საჭიროებს. ამასობაში ენერგიის მთავარ წყაროზე გლუკოზაზე მუდმივად ჭირდება წვდომა. ცოტათი მაღალ გლუკოზას აცირკულირებს სისხლში, იმისთვის რომ როცა ენერგია დაჭირდება, მუდმივად ქონდეს მასზე წვდომა. ანუ წარმოვიდგინე, საცავი მეტია და მიმღები ნაწილ-ნაწილ უშვებს გლუკოზას კარებში. ორგანიზმის თავდაცვის ფუნქცია არის ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც გადაიulis ასაკის მატებასთან ერთად. და აქ შემოდის მაგრამ. იმიტომ რომ ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა არის მოზარდობისას, ამას თუ დაემატა ჭარბი წონისგან, ბავშვის ჭარბი წონისგან გამოწვეული, ცხიმისგან უკვე გამოწვეული ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც ჩვენ გვეშინია, ვიძახით და ცუდია. აი ეს ორი ფაქტორი არის ძალიან დიდი რისკი შემდგომ სიმსუქნის რისკის დასრულობისას, რისკის ტიპი 2 დიაბეტის მოზარდებში. ანუ აქ გავდივართ საკმაოდ ისეთ ოქროს ძაფზე, სადაც ვიცით რომ ფიზიოლოგიურად ორგანიზმი ამას აკეთებს და ეს საჭიროა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ამას თუ ჩვენ კვები ცხოვრების წესით ხელი არ შეუწყოთ, გადავალთ ფეხით, ცალი ფეხით რისკში მომატებული ტიპი 2 დიაბეტის, მომატებული რისკში იმ ინსულინ რეზისტენტობის, რომელიც უკვე პათოლოგიურად ითვლება და არ არის საჭირო ჩემი ორგანიზმისთვის, როცა მით უმეტეს ზრდასრულობის ასაკს მივახცევ. ეხლა შენ სიმსუქნის რისკები ახსენე და ჩვენ ბავშვთან ნუტრიციოლოგიაში ვასწავლით ეგეთ რაღაცას. შედარება რო გავაკეთო რა, რომ ბებია შემოგევლოს მოასუფთავო და ამას ცოლ გეყოლება მიდგომა. ბოლომდე ჭამე პრინციპი. ეგ რატოა ცუდი და სად ქმნის სიმსუქნის რისკებს მომავალში? ხო, ეს ჩემი ძალიან დიდი ტკივილიც არის. რაღაცა ესე მიდის ხოლმე საქმე, რომ ჩვენ მე რახან მინდა. აქ მშობელი არ არის დამნაშავე, ხო, რეალურად მშობელს უნდა ბავშვი გაიზარდოს. დიდი იყოს. და ლამაზი ცოლი ყავდეს. ლამაზი ცოლი ყავდეს არის მიზეზი, რის გამოც მეტი უნდა ჭამოს ბავშვმა და რატო უნდა ჭამოს მეტი? იმიტომ რომ კარგად გაიზარდოს. როცა რეალურად მე ვიცი რომ ბავშვისთვის მჭირდება არა სწრაფი ზრდა, არამედ ადეკვატური ზრდა. ეხლა რას გულისხმობ? მაგალითად, კონცეფცია 9 თვის ბავშვი ყველაზე ფუნთუჩელა. ყველა 9 თვის ბავშვი ნახო არის უსაყვარლესი პუტკუნა და ამის მერე წონის კლობა ნელ-ნელა იწყება. 5-6 წელს ასაკში ეს ფიზიოლოგიური ზრდა, როგორც სიმაღლეში, ისევე წონაში იწყება. არის შემთხვევები, როცა 2-3 წლის ასაკში არის ნახტომი. ნაცვლად 5-6 წელს ასაკისა. ანუ ნაადრევი წონის მატება არის მერე ყველაზე დიდი პოტენციური რისკი ზრდასრულობისას ან მოზარდობისას ჭარბწონიანობის. ამას ეხმარება ექსკლუზიურად ზუსტიკობა ადეკვატურად რომ მოხდეს ზრდა და კიდევ ბევრი ფაქტორი, რომელსაც ახლა არ ჩავშლი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ჩვენ პროცესში გავდივართ ხოლმე კურსისას. და ეს არის განსხვავებული კუთხით უყურებ უკვე. ანუ მე კი არ მინდა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და მაღალი იყოს. არამედ მე მინდა ადეკვატურად მოხდეს ზრდა განვითარების პროცესი.
აქვე შემოდის იგივე ლოგიკა მაქვს, როცა უკვე წინ მიზეს ბავშვი, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და მე ვიღებ თეფშს და ვეუბნები რომ ბოლომდე მოვსვთავე. უკეთესი სოლიკა ყოლება, თუ საჭმელს არ შეჭამ პოლიციელი მოვა. ამ კონცეფციით დროთა განმავლობაში ნახეთ რა უნდა ვიცოდეთ, ჩემ ორგანიზმს ისედაც აქვს მარეგულირებელი ფაქტორები. ანუ შიმშილის, მადის ის წერტილი, როცა ბავშვი იძახის, რომ უკვე აღარ მშია, ფიზიოლოგიურად დანაყრებული ვარ, ეს შიგნით მიზის. ანუ შინაგანი მარეგულირებელი მყავს, რამდენ შევჭამ, როდის გავშერდე ჭამისგან. ამ მარეგულირებელს უნდა უსმინო. 80% როცა სავსე მაქვს კუჯი, ეს პროცესი იმის გათვალისწინებით რომ ადეკვატურად ხდება კვება, არ მაქვს გაჯეტი წინ, პროცესში საკვებზე ვარ ორიენტირებული, იდეალურ შემთხვევაში ბავშვმა მიიღო მონაწილეობა კვების მომზადებაში. ამ დროს ეს შინაგანი იმპულსები მაქვს და უნდა მოусმინო. მაშინ როცა გარედან ბებია ან გარეგანი მაკონტროლებელი ერთვება საქმეში და რამდენჯერმე მოხდება ისე ხშირად, რომ ბავშვი სხვა რამის გამო დაასრულებს თეფშს და იმაზე მეც მიერთოს ვიდრე არ უნდა, ეს შეიძლება იყოს ან დაშინება პოლიციელი მოვა, ან ლამაზი ცოლი გეყოლება, ან ეხა ჭამე და მერე ჩავრთოთ. პრინციპი, დროთა განმავლობაში ეს გარე მარეგულირებელი ჩაანაცვლებს შიდა მარეგულირებელს და ვიზრდებით და უკვე აღარ გვესმის, როდის აღარ გვშია. იმიტომ რომ მივეჩვიეთ გარეგან წყაროზე, მაგალითად, სანამ დედა რომ ბედნიერი იყოს, მაგიტო ჭამდი. და ამასობაში ეს ჭამა ვიცით რომ ძალიან კარგია, სასიამოვნოა. ან დროთა განმავლობაში თვითონ ბავშვის ემოციები და მისი სურვილი საკვებისადმი არის არა ფიზიოლოგიაზე დაფუძნებული, ანუ საკვები როგორც საშენი მასალა, არამედ ემოციებზე დაფუძნებული. იზრდება ბავშვი, რომ მიდის, მშობელი როგორც მარეგულირებელი ფაქტორი, მერე საერთოდ ჩორდება საქმეს, ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო ბავშვი იზრდება ზრდასრულია, უკვე ცოლი მოიყვანა, სხვაგან გადავიდა და ადამიანი რჩება იმ ჩვევებთან და იმ მაკონტროლებებთან, რომელსაც მიეჩვია ბავშვობისას. შენ ახლა ძალიან ბევრ რაღაცას შეეხე და ეტაპობრივად მივყვები. ანუ პირველი ახსენე რომ გაჯეტი თუ აქვს და მეორე ახსენე აკრძალვა. ანუ ერთი თქვი ხა წახალისების ამბავი და მეორე არის რომ უკრძალო. ეხა აკრძალვას რო ჯერ თავი დავანებოთ. ჯერ წახალისების ნაწილში რო ახსნა უკეთესად რას გულისხმობ. რატო არის ცუდი ის რომ აი ხა შულოთ შენ თუ ამას შეჭამ, მე არ ვიცი, წრეში ბურთს გეთამაშები, რაღაცა ნარუტოს გაყურებინებ და კიდე რაღაცა მსგავსი. ეგ რატოა ცუდი. და აქვე შენ თქვი რომ იდეალური იქნებაო თუ ბავშვი ჩაერთვება საჭმლის კეთების პროცესშიო. ეგ რატო? კაი, ეხლა მოდი ჯერ მივყვეთ კონცეფციას, კვება როგორც ჯილდო, ამას გავუყვეთ. და ხშირად ესე კი არ ხდება, ეხლა შენ შეჭამე და მე რაღაცას მოგცემ. პირიქით ხდება. შენ თუ რაღაცას გააკეთებ, საკვებით დაგაჯილდოვებ. ანუ ჯერ არის ქცევა, ქმედება და საკვებია ბოლოს ჯილდო. მინიმუმ დაპირება მაინც არის. ან დაპირება, მაგალითად, თორნიკე ჭარბტონიანი, რომელსაც კბილის ამოსაღები ქონა კბილი და ის იკვდილებოდა კბილის ამოღება და რო დაჯდა იქიმთან კაბინეტში, როცა დაიწყეს პროცედურები, ახტა გაიქცა, დედამ დააწყნარა, ეხლა კაკაჩერდი და მაგდონალდში გაგიყვან გვერდზე რუსთაველზე. მეც გავჩერდი, კბილი ამოვიღე, მე მაგდონალდშიც გამიყვანეს და მე ხინკალი დავაყოლე ხინკლის სახლში, იმიტომ რომ მაგდონალდსი არ მეყო. აი ამას ვიძახი, რაღაც ტკივილს ნეგატიურს გავუძლო და საკვები მაქვს ბოლოს ჯილდოდ. ისევე როგორც აკრძალვაზეა. რაღაცა გავაკეთო ცუდი და საკვები აუკრძალო თავს. ეხლა ის რას მეუბნება? ეს მეუბნება დროთა განმავლობაში, რომ ჩემი ქცევა ნეგატიურის ან დადებითის ჯილდო უნდა იყოს კვება. ან თავის დასჯა უნდა იყოს კვება და ამას ამ თამაშს, აი ამ ორი ნაწილის ვაწყდებით ყოველთვის დასრულობისას. ვაწყდებით მაშინ, როცა დასრული ირჩევს აკრძალვას, ანუ მე ხა ახალ წლებზე ბევრი მომივიდა და ეხლა აღარაფერს შევჭამ აკრძალვა, ან ჯილდოს. დღეს სამსახურში ყველაფერი კარგად წავიდა, უფროსთან დამაწინაურეს, შეხვედრა კარგად ჩავიარე, მთელი დღე დატვირთული ვიყავი და ეხა მაინც ამოვისუნთქე სახლში მოსულს და ჯილდო ყვება. აი ეს თამაში, რაც ბავშვობაში იწყება, დასრულობისას უკვე თამაში და აღარ აღვქვით, მაგრამ ყალიბდება როგორც ქცევა. მან ბარ მკითხავ, ძალიან ბევრის გამსმენია ესეთი ამბავი, რომ ბავშვი, როდესაც აი რაღაც რო ტკივა რა, ოღონდ ტკივილი ფიზიოლოგიურ ტკივილს კი არა, გულისხმობ რაღაცა როცა აწუხებს ხოლმე. ბევრი მშობლის გამსმენია, რომ ეხა რა შეჭამ. მოდი ხა რამე გემრიელს გაგიკეთებ. ბებიებისგან უფრო
რაღაცა ტკბილისკენ ან რაღაცა მსგავსი თავისი ძველებური რეცეპტით. და მე თუ ვიტყვი რომ პირობითად არ ვიცი რაღაცა მოხდა ქუჩაში ბავშვმა რაღაცა მითხრა, ვიჩხუბე, ფეხბურთი წავაგე და მაგ შეგრძნებას თუ ტკივილს დავარქმევ. მაგ ტკივილის გასაყუჩებლად მე რომ საჭმელს თავაზობენ და მე რომ ჭამით ვიყუჩებ. მაგას რა რისკები აქვს? ზუსტად ის რაც აღარ მოგიღები. იგივეა. ანუ რეალურად შენ ამას ტკივილს დაარქმევ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას თუ დადებითი ემოციების დაჯილდოებას, ზუსტად იგივე ქცევის ნეგატიურ ციკლში შეიძლება ჩავარდო რაც აღარ გითხარი. მაგან შეიძლება რამე უკონტროლო კვებისკენ მიმიყვანოს? როგორც ბავშვი რა. კი, ნახე, რისკები იზრდება. ოღონდ რისკები აქ უკონტროლო კვების იზრდება დამსჯელობითად როცა ვიყენებ კვებას. ანუ აკრძალვას მოყვება უკონტროლო კვება. აი აბა, აკრძალვის ნაწილი ამხსენი, კარგად მან სად არის რისკი. ხო. აკრძალვის ნახე, დავაზუსტო რა, იმიტომ რომ შობელი ეხა ცუდი განზრახვით არც ერთ შემთხვევაში არ აკეთებს ბავშვთან რა და აი რაღაცა დამცველის პოზიციაში. და ერთია რომ რა დროს ვარ მცველი და რა დროს ხდები დიქტატორი, მან ზღვარი სად გადის და ანუ რა რისკი აქვს თითოეულს როგორ უნდა მოვიქცე? ძალიან კარგია ეს ნაწილი, იმიტომ რომ ორივე უკიდურესობა ვთქვით, ერთი როცა ხდება წახალისება, გათამამება და დაჯილდოება და მეორე აკრძალვა. და შეიძლება მშობელი რომელიმე ამ ზღვარზე იჯდეს, რა თქმა უნდა, ფიქრობს და ჯერა რომ სწორად იქცევა და ბავშვს ამით იცავს. მაგრამ როცა აკრძალვას ვეხებით, ეს აკრძალვა შეიძლება იყოს რჩევა და შეიძლება იყოს დიქტატურა, როგორც შენ თქვი. ანუ აი, დავუშვათ, რომ მე მეტი ინფორმაცია მივიღე ჯანსაღყვებაზე. იმ ჯანსაღყვებაზე არა, TikTok-ზე და Instagram-ზე რომ ნახულობ, იმ ჯანსაღყვებაზე, რაც რეალურად მტკიცებულობაზე დაფუძნებულია. უკვე ვიცი, რომ დამატებული შაქრები ამ დრომდე აღარ შეიძლება, ამასაკის მერე შეიძლება დღეში დამატებით 5 ჩაის კოვზი. ვიცი, რამდენი ცილა ჭირდება, ვიცი, რომ junk food და პროცესირებული საკვები ცუდია ბავშვის და ზოგადად დასრული ჯანმრთელობისთვის და ეხლა ვიწყებ უკვე დიქტატორულად ამ ყოველფრის გატარებას სახლში ბავშვზე. ეს, რა თქმა უნდა, მე მინდა ჯანსაღი გაიზარდოს, მაგიტო ვუკრძალავ, რომ არ ჭამოს. მაგრამ მე რეკითხვა უნდა დავსვათ, ეს ბავშვი როცა გაიზრდება და სადღაც ეს კონტროლის მექანიზმი რომ მოეშვება, თავის თავთან როცა დარჩება მარტო. რას გააკეთებს, რა ქცევაში აისახება. და როგორც წესი აკრძალვა და არაერთხელ მსმენია წერტილი, სადაც ზრდასრული ყვა მეუბნება, რომ მე მაქვს უკონტროლო კვება binge eating-ის საკვებზე და მე ჩაუყვებით ხოლმე ისტორიას, იმიტომ რომ პური ქონდა აკრძალული და უმალავდნენ სახლში, მე პოულობდა და ჩუმად ჭამდა. აკრძალვას ბავშვისგან მოყვება აუცილებლად ნეგატიური შედეგი მალევე ან სამომავლოდ და ეს შეიძლება იყოს ჯიბრზე გაკეთება, რომ მე ამიკრძალეს და ამიტომ, ან უბრალოდ ინტერესი, მაინტერესებს რა არის ეს აკრძალული. ამიტომ რეალურად არც სრული აკრძალვა და არც მეორე ნაწილში დაჯილდოება გათამამება ბრჭყალებში საკვებით არ არის არჩევანი. მაშინ სად არის შუალდური ხაზი? შუალდური ხაზი პირველ რიგში იწყება მშობლით. იმიტომ რომ ბავშვი სანამ გაიზრდება, პირველი საროლო მოდელი, როლური მოდელი, ყავს მშობელი. ხშირ შემთხვევაში დედა, რომელიც საკვების კეთების პროცესშია ჩართული და ამასობაში თუ დედა უფრო ხშირად არის ხოლმე სახლში ვიდრე მამა და დედას ხანგამოშვებით წონის პრობლემა აწუხებს, ასლარიან დიეტას ყიდულობს და შიმშილობს, მაშინ როცა ვერ იაზრებს რომ ამას ბავშვი ხედავს, ანუ დედის ნეგატიური და ცუდი არასწორი დამოკიდებულება კვებაზე, თვითონვე თავის დასჯა, დიეტა და მხოლოდ გარეგნულ ნაწილზე კონტროლი, ამას უკვე ბავშვიც იაზრებს და გადმოაკოპირებს და გადმოიტანს თავის ცხოვრებაში ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს და ვერც მშობელი ვერ გაიაზრებს. ამიტომ პირველ რიგში არის სწორი ინფორმაციის მიღება და ამ სწორი ინფორმაციაში ბავშვის ჩაბმა თამაშით. ეხლა ეს რას ნიშნავს? ჩვენ ვახსენეთ რომ ბავშვი უნდა იყოს თავად ჩართული მზადების პროცესში. მზადება, მზარეულობა, საკვებთან შეხება არის ერთ-ერთი თამაში, რომელთაც შეგვიძლიათ ბავშვს ჯანსაღი კვების პრინციპები ისე გავააზრებინოთ, რომ ჩვენც გაგვიმარტივდეს და თვითონაც ვერ გაიგოს. თამაშად, აგერ გვიდოს ჭადრაკი, ის რა ქვია, ხილის და ბოსტნეულის. ხილის და ბოსტნეულის პატარა ჭადრაკი რომ ბავშვი თამაშობ, თუ ჭადრაკს თამაშობთ და პროცესში აუხსნა ბროკოლი რომ ბოსტნეულია და რისთვის გჭირდება. ხილი უნდა ავიღოთ და ვანახავ. ბროკოლი რო ბოსტნეულია, რისთვის გჭირდება, რას მაძლევს. დამატებით ხილი, ბანანი, როდის არის კარგი ენერგიის წყარო. ეს ახლა ისეთი თამაშებია, რომელიც შეგვიძლია ყოველთვის გავაკეთოთ, თუ არ მაქვს ჭადრაკი ხილის ფორმის და შეიძლება არ მქონდეს. საკვებია თვითონ თამაში. ხილი არის ფერადი, ხილს აქვს განსხვავებული ფორმები, ხილს აქვს განსხვავებული გემო, ხილს აქვს განსხვავებული სუნი მზადებამდე, მზადების მერე.
ამიტომ ჯანსაღი კვება არ უნდა აღიქმებოდეს ბავშვისთვის როგორც დიეტა, როგორც შეიძლება მშობლისთვის აღიქმებოდეს თავის დასჯა და მხოლოდ გარეგნული ნაწილი, საკვები უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი თამაში მცირეწლოვანი ბავშვისთვის და მოზარდისთვის უნდა იყოს უკვე სოციალური ღონისძიებები. აკადემიაში მშობლების წარმატებული кейსები, რომელიც გვინახავს ყოველთვის იყო ბავშვთან მიმართებით, ერთი ცოდნა მივიღე და მეორე აკადემიის ბევრ ფიზიკურ აქტივობაში ჩემი შვილი წამოვიყვანე. სადაც მცირეწლოვნებაც კი დაიჭირეს წერტილი, რომ დედა არის ახალ სოციუმში, სადაც ბედნიერება სიხალისეს უფევს. ანუ კვება არ არის აკრძალვა და კვება არ არის მარტო წონის კონტროლი, არამედ არის ახალი სოციალური სამყარო. ამისთვის ინსტაგრამი და სხვა სოციალური ქსელები, რომელზეც ბავშვი შეიძლება ძალიან ახლო მჭიდრო კონტაქტში იყოს, შეგვიძლია გამოვიყენოთ კომბინაციურად. ანუ სტორები ბავშვის ინსტაგრამზე, მოზარდის ამ შემთხვევაში, გახდეს საკვებთან დაკავშირებული. თამაშები იყოს და ამ პროცესში აუცილებლად მისი გარემოც ჩაერთვება. იმიტომ რეალურად აქეთკენ მიდის მთელი მსოფლიო, საქართველოში დავიწყეთ ეს ნაბიჯები და მალე მივართ იმ წერტილამდე, სადაც ჯანსაღი კვება იქნება უალტერნატივო სწორი სოციალური გარემოს შესაქმნელად. სწორი მეგობრების მოსაზიდად, იმიტომ რომ ადამიანები სწორად იკვებებიან, მე ენერგიულები არიან, ბედნიერები არიან და აი ესეთი დადებითი წრე უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვი მცირეწლოვან ბავშვებში, საკვები როგორც თამაში, მოზარდებში, ჯანსაღი კვება როგორც სოციალური აქტივობა და ახალი გარემო. წეგანი ხარ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვი და მაგაზე არ ვიფიქრე არასდროს. აი სალომეს მაგალითი რა 5 შვილის დედა. მოვიდა ნუტრიციოლოგიის საფუძვლები ისწავლა, მე კოუჩინგი ისწავლა, ეხა წონის კლუბის სპეციალისტი და საინტერესო ჩემთვის ის იყო, რომ ბავშვებს მაგალითი მისცა, იმიტომ რომ ვორდრანზე იყო ჩვენთან ერთად ირბინა და ვა დედა რა მაგრადარბი ხარ, ანუ ხوار გადავა. ვარჯიშობდი, ეგ იყო პირველი რეაქცია, მე წავედით პადელზე წამოვიდა, მე სადღაც შევედით დავჯექით ჭამეთ. ანუ მან კი ეგ ლოგიკურიც იყო, მაგაზე ვფიქრობდი, რომ მშობელი ბავშვისთვის რაღაცის ინსპირაციაა. და მშობელს ბაძავს. და მაგიტომ მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ უნდა იყვებოს სწორად. თვითონ პირველ რიგში რომ ბავშვს მისცეს მაგალითი, მაგრამ იმაზე არ მიფიქრია, რომ თურმე მე თუ ეგ არ ვიცი და მაგას ყურადღებას არ ვაქცევ და წავედი და ლარი დავუცად რაღაცა დიეტა ვიყიდე და მე კიდე უარეს შედეგი მივიღე და ამ ნეგატიურ წრეში რო ვტრიალებ, მეც ნეგატიურად ვარ განწყობილი, ეგ ბავშვზე თუ აისახებოდა და მე როცა გაიზრდება. ოღონდ არა ნეგატიური ემოციების ჭრილში, არამედ ქცევაში. ქცევაში ხო? ანუ აკვირდება ქცევას, აკვირდება დედის ხასიათს, აი აქ არის პირველი წერტილი. როცა იწყებენ მშობლები უკვე ზრდასრულ მოზარდებთან კომუნიკაციას, აქამდე ცუდად მიუყვებოდნენ საქმეს, იმიტომ რომ არ იცოდნენ და ეხა უნდათ გამოსწორება. პირველი ნაბიჯი ის კი არის, აბა კომენდანტის საათი გვაქვს სახლში და ქმა რო არასდროს ტკბილეული არ მოიტანო და შვილო არც კი გამაგონო რამის სხვა რამის ჭამა ბროკოლის გარდა, ეგ არასწორი გზაა. სწორი არის გარდამავალი ნაბიჯები. მაგალითად, როცა პიცაზე გავდივართ, ან ხაჭაპურზე კვირას, ან ვიზახებთ, ან ვაცხობთ, დედამ ბოსტნეული კი არ დაიდოს წინ მარტო თქვას რომ მე დიეტაზე ვარ, ჯანსაღად ვიკვებები. გადმოიდოს პიცის ნაჭერი, ხაჭაპურის ნაჭერი და ბოსტნეული საალთა შეუკვეთოს მასთან ერთად. და ყველა სხვა ოჯახის წევრი ჭამს პიცას და დედა ჭამს პიცას და ბოსტნეულს. ამასობაში ხასიათი უმჯობესდება, იმიტომ რომ უკეთეს შედეგები მიიღო თავის წონასთან ამასობაში ძილი გამოუმჯობესა და აი ეგ ქცევითი ნაწილი ის არის რაც რჩება ბავშვი და კითხვას უჩენს, რაშობი, ანუ ზოგჯერ უთქმელობა და მითითება კი არა პირიქით, სიჩუმე და მხოლოდ ქცევა ჩდება სწორი კითხვის საფუძველი, რომელსაც მე შეგვიძლია დადებითი ციკლები მოვაბათ თან. კაი, შენ კიდე ახსენე ფიზიკური აქტივობის ამბავი. ოღონდ მანამდე თქვი, რომ მაგაზეც არ მქონდა ნაფიქრი, რომ ბავშვი სკოლაში რო წავიდა სუროზის, შესვენებების გარდა და ეხა იქაც რა უნდა მოასწროს, მართლა სულ არ ირბენს გიჟივით რა დახარჯოს ენერგია. ანუ რეალურად რა ხდება, რომ ბავშვი წავიდა სკოლაში, იქ დიდი ხანი ზის, ფიზიკური აქტივობა აკლია, მერე სახლში რომ მოვიდა, მეცადინეობს და კიდე ზის და კიდე აკლია ფიზიკური აქტივობა და ეხა შაბათ კვირას თუ სადმე გავა და გაისეინებს ამ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს, ეგ საკმარისი არ არის. თან მით უმეტეს ეხა დღევანდელობაში ჩემს დროს კიდე არ იყო ეგრე და ეხა TikTok-ზეა ყველა, მათ შორის ბავშვიც. მან რა უნდა ქნას მშობელმა? ანუ ფიზიკური აქტივობა გარდა იმისა, რომ წონის კონტროლში დამეხმარება, კიდე რის უჭირდება? როცა ბავშვი ვარ. ადეკვატურობას და განვითარებაში აქვს ფიზიკურ აქტივობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ რეკომენდებული ოდენობა ფიზიკური აქტივობის საშუალო ან ძლიერი. საშუალო რას ნიშნავს? საშუალო აქტივობის დროს როგორც წესი
იღლება მეტად ბავშვი, ძლიერი ფიზიკური აქტივობისას ბავშვი პროცესში ვერც ლაპარაკობს, წარმოიდგინე ფეხბურთს რო გამალებით თამაშობ, მაგ დროს საუბარი რო დაიწყო, დიალოგში ვერ შეხვალ. ანუ ინტენსიობასთან აქ მან მნიშვნელობა 60 წუთი. არის ყოველდღიური რეკომენდაცია, რაც გვჭირდება ბავშვისთვის, მოზარდისთვის, გაიკურდება და ზრდასრულობში ჩემოდის იგივე რეკომენდაცია, თუმცა ბავშვებში უფრო მეტად. რატომ? მარტო ტონის მენეჯმენტი? არა. ჩვენ ვთქვით, რომ რაც უფრო მეტი და სწორად მოხდება კონტური მასის მატება, ძვლების და ძვალსახსროვანი სისტემის გამყარება, რომელიც ფიზიკური აქტივობით ხდება მოზარდებში, ბავშვებში, მით უფრო მეტად არის ალბათობა შენარჩუნების და იმის, რომ ბავშვი ამ ქცევას და ფიზიოლოგიურ ნამაც გააგრძელებს მოზარდობისას, ზრდასრულობისას. ანუ ეს არ არის მარტო ტონის კონტროლი. ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის უჯრედების მიერ ადეკვატური მიღება საშენი მასალის. შესაბამისად დაიღალე. საჭმელი რო არ გაქვს ნაჭამი, რამდენი ხანია? 1 საათია მგონი მიწერთ. საჭმელი არ მაქვს ნაჭამი 20. არა, 1 საათი არა, 9 საათი. 26 საათია. 9 საათია ჯერ მარტო ვიწერთ? ხო, და 26 საათი არ გაქვს ნაჭამი? არა, უშავს თქო, კიდე წინ გაქვს 80 კი არა, 74 საათი. გავგრძელთ. ფიზიკურ აქტივობაზე ეგ არის მოკლედ. აი, მან ნახე რა მაინტერესებს. ბავშვი გავიგე 7 წელს ვარ პირობითად, საჭმელს ჭამ და ეგრე ვიღებ მაკრონუტრიენტებს, რაც მჭირდება. მაგრამ როცა 3 თვის ვარ, 2 თვის რო ვარ, მაშინ როგორ ვიღებ? დედის რძე. დედის რძე? აბარა 0-დან 6 თვემდე ექსკლუზიურად ზუსტყვება არის რეკომენდებული და დედის რძე არის სრულყოფილი წყარო ბავშვის მაკრო და მიკრონუტრიენტული საჭიროების. მოიცა, რა ასაკში? 0-დან 6 თვემდე, 6-დან 12 თვემდე ისევ რჩება დედის რძე ან კომბინაცია დამატებით საკვების, ჩანაცვლებითი საკვების, რომელსაც შეიძლება მოხდეს, რომ დედა ვერ აწვდეს საკმაოდ რაოდენობით საკვებს და რძეს ბავშვს, დამატებითი ფორმულები შემოდის საქმეში. ეს რჩება ძირითადი 6 თვიდან იწყება უკვე მყარი საკვების შემოტანაც ბავშვის რაციონში. პირველი წელი 12 თვემდე ეს არის ძირითადად 6 თვემდე ექსკლუზიურად 1 წლამდე ძირითადად კალორიების, ნუტრიენტების საჭიროება მოდის აქედან 6 თვიდან იწყება უკვე მყარი საკვების დამატება ჩვილის და ბავშვის რაციონში. მოიცა, რა ნუტრიენტებიც უნდა მიიღოს ბავშვმა მაგ ასაკში დედის რძისგან? ანუ ეგ ხო ანალოგიურად დედამ უნდა მიიღოს მანამდე. შესაბამისი მაკრონუტრიენტები და მე რაღაცა გადამუშავებით და მე მიეწოდება ბავშვს. ანუ დედამ თუ არ ჭამა შესაბამის ნუტრიენტებს ხო ვერ მიაწვდის? ხო. თუ არ არის ეგრე? ახლა შემეკითხები დედის არასწორი ყვება ლაქტაციის პერიოდში იქონიებს თუ არა ნეგატიურ საგალანას ბავშვის და განვითარებაზე. კი. პასუხი არის მაგის რისკი არსებობს. ოღონდ ჯერ პირველი რისკი ხდება დედას. რა მაგარია ევოლუცია და ორგანიზმი. ბავშვის ზრდა, განვითარება არის პრიორიტეტი. მისთვის ახალი სიცოცხლის დაბადების მერე. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დედას მაგალითად ლაქტაციის პერიოდში კვებაში კალციუმი აკლია და ძალიან აკლია, კალციუმის წყარო ბავშვის რძეში ხდება დედის ძვლები. აი, ბავშვის რძის ხარისხი იგივეა და დედის ორგანიზმი ხდება პირველი დარტყმის ქვეშ. თუ ეს გაგრძელდა დიდხანს, ჭარბად, სხვა ნუტრიენტებიც დააკლდა, ტრანსხემები შემოვიდა რაციონში, რძის ხარისხი ნამდვილად დაქვეითდება და ეგ აისახება მერე ბავშვის ზრდა-განვითარების გრაფაზე, რომელსაც პედიატრის აზღვრავს, მაგრამ სანამ ბავშვი აისახება ნეგატიურად, თავად დედაა პირველი ბრჭყალებში მსხვერპლი არასწორი კვებითი ბალანსის ლაქტაციის პერიოდში. ანუ მან ეხა შენაობრო ბავშვთა ნუტრიციოლოგია, იმიტომ კი არ უნდა იცოდე მხოლოდ რომ 7 წლის ასაჭამო. იმიტომ რომ ეხა ფეხმძიმედ ვარ და ბავშვს ველოდები ან დაფეხმძიმებას ვაპირებ და მაგასაკში რომ მიაქციო, ოღონდ არა მხოლოდ ბავშვისთვის, შენთვის პირველ რიგში. ვა! ბევრი კვების საჭიროება, რომელიც იწყება ორსულობის დაგეგმვიდან, პრეკონცეფციიდან, ორსულობით გაგრძელებული, მერე ლაქტაციით და გაგრძელებული და მერე უკვე ბავშვი და მე ერთობლივად როგორ ვიკვებებით ოჯახში გაგრძელებული მთელი ბავშვობის და მოზარდობის ასაკში. ბევრი განსხვავებული ქცევა, ბევრი განსხვავებული ნუტრიენტი. ამიტომ ამ თემაზე ან აქამდე არ ვლაპარაკობდით ხშირად, ან ვლაპარაკობდით ხანგრძლივ პოდკასტებში ქალთა ჯანმრთელობაზე ერთხელ გვისაუბრია. მაგრამ 2 წელია ახლა საძირკველს და პირს უმზადებთ ახალი აკადემიაში ახალი ნაწილის ბავშვთა ნუტრიციოლოგიის დამატებას, იმიტომ რომ ამდენი მნიშვნელოვანი წერტილი გასათვალისწინებელი და ის წერტილი დგება ყველა ქალის ცხოვრებაში. ან უკვე დადგა რაღაც შეცდომები შეიძლება დაუშვი და მიწევს გამოსწორება მოზარდობისას და ბავშვობისას, ან აწი უნდა დადგეს და მე მინდა ვიცოდე როგორ ვიკვებო
პრეკონცეფციისას, როცა ვქიგ მოურცულობას, ორცულობისას, ლაქტაციის პერიოდში და შემდგომ ჩემი და ბავშვის ყובה როგორ მოვიყვანო ერთ სისტემაში ოჯახში და მე მან ბევრი ფაქტორი შემოდის კაცო მამამ რა დააშავა ოჯახში რო იმასაც ხო უნდა გიმრიელა და ჯანსაღად ჭამა ამასობა შემოდის ფაქტორი ასაკოვანი მშობლები აი ეს ყველაფერი ერთმანეთში ისე ირევა რომ ძალიან რთულია სწორი კარი ვნახო და სწორ კარში შევიდე სწორი ინფორმაცია მივიღო მე ეგ ინფორმაცია სწორად დავნერგო ბევრი წერტილი აქვს და მაგიტო შენი გაუცება ყოველწლიურად ჩემი გაუცება როცა ამ პროცესზე ვმუშაობთ ყოველდღიურად რომ ეს ხო ვიცოდი მაგრამ როგორ დამავიწყდა ნახე თურმე რამდენი მნიშვნელობა აქვს და მე იკვრება ყველაფერი ესე თავში რომ ორგანიზმი შენკენა და შენი ბავშვისკენა რომ ნორმალურის და განვითარება მიცეთ და მაგ დროს აკრძალვა კი არ ჭირდება და დიეტა ჭირდება სწორი ნუტრიენტებით შევსება და ეს არის პირველი, რასაც ვაქცევთ ყურადღებას აკადემიაში. ვავსებთ, კი არ ვიკლებთ. და მე ჯადოსნურად ორგანიზმი იწყებს სწორი პროცესების შენებას სასურველი მიმართულებით. და თავისი დგება მე ფორმაში. თავისი დგება ფორმაში. საინტერესოა. კაი. ფიზიკური ამბებზე ქონდა საუბარი ბოლოს ბავშვებს სკოლაში დადის და ბარემ კიდე სკოლის ნაწილს რო ჩავეძიო. მე მქონდა ხოლმე ეგრე გამოცდების პერიოდი რომ მიდიოდა ძალიან რომ მშვიდებოდა ხოლმე. ხო და რატო ხდება ეგ? მახსოვს რაღაცა შოკოლადებს დავზევდი. მაშინ ნუტრი რაღაცა ცხოველ მეგონა. საერთოდ არ ვიფიქრია მაღაზიაში სნიკერსი სუდა. აი რა გიხდები რომ სნიკერსი თქო კაი არ არის, მაგრამ არ ვიცი რატომ მინდება მაგ დროს. როცა ბავშვი ვარ. გამოცდა ან ეგეთი რამე აქტიობა იქნება ფიზიკური აქტიობის ის არის რა ქვია ჩემპიონატი. ყოველთვის სწრებულია ორ ნაწილში მეტ მადასთან. ერთი ფიზიოლოგიურად და მეორე ემოციურად. ფიზიოლოგიურად მაგ დროს იცოდე რომ შენს თავის ტვინში არის კონკრეტული მადის მარეგულირებელი ჰორმონები, ნეიროპეპტიდი Y, ესე ქვია. Y, რომელიც მადის მარეგულირებელ ჰორმონებზე ბევრს საუბრობთ ამ პოდკასტში და აკადემიაში და ჩვენ ვიცით რომ ლეპტინი და გრელინი არიან ორი მთავარი მადის მარეგულირებელი ჰორმონები. გვავიწყდება ზოგჯერ ის სხვა მარეგულირებელი ჰორმონები, გრელინი თუ კუჭი წარმოიქმნება ძირითადად და ლეპტინს თუ ცხიმოვანი უჯრედები გამოანთავისუფლებენ, ეს ჰორმონი თავის ტვინში ზის. ეს მადის მარეგულირებელი ჰორმონი მეუბნება სტრესია ანუ რაღაც ხდება ორგანიზმში ისეთი, რასაც გამკლავება დაჭირდება, მაგისთვის ენერგია მჭირდება. მეტი თკბილეულის მოთხოვნილება არის არა მარტო ემოციური, არამედ ფიზიოლოგიური საჭიროება, როცა სტრესია, ბავშვისთვის ემოციური. და რა ხდება ამ ემოციურ სტრესთან ერთად? ემოციურ სტრესს შეიძლება დაემატოს ღამეუძიოლობა, იმიტომ რომ მოსამზადებელი ვარ გამოცდა მაგ ეხა გადავაგორო ეს და მე დავიძინებ კარგად. ჩვენ ვიცით რომ ერთი ღამის უძილობა ბავშვისთვის მეორე დღეს ნიშნავს პლუს 365 კალორიით მეტს. საშუალოდ. ანუ ფიზიოლოგიურად მეტი ენერგია მჭირდება. ამასობაში ვიცი რომ გლუკოზაა ენერგიის მთავარი წყარო ჩემთვის. ამასობაში სასიამოვნო ეს უხერით კბილეული. ყველაფერი ერთად ემოცია, სტრესი, ფიზიოლოგია და უძილობა ჭდება მეტ ენერგიის საჭიროებაში და მოხმარებაში. ანუ მაგას მაინც მოვიხმარ. მჭირდება და უბრალოდ სუდი ყველაზე კარგი წყაროდან არ ვიღებ. ხო, ერთი ეგ არის რისკი, მაგრამ ანუ რადგან მჭირდება თანამედროვედ მოვიხმარ. თანამედროვედ მოვიხმარ, რაც არის მარტივად ხელმისაწვდომი, სწრაფი და თანამსიამოვნებს. ვა, საინტერესო. ანუ ეგეც მაგას არ აუშვებს, ხო? ტკბილეული შეიძლება დარჩეს პროცესში, მაგრამ რაღაცა სხვაც მივცე. მაგალითად, შოკოლადი თუ მიყვარს, შოკოლადი და ნუში რო ვჭამო ერთად, სულ განსხვავებულად დამანაყრებს, განსხვავებულ ენერგიას მომცემს, განსხვავებულ ცხიმონმჟავას მომცემს ტვინის სამუშაოდ. ამიტომ მან ცხიმიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების საქმეში. ანუ თუ ვჭამდი სნიკერს, ეხა შეიძლება ვჭამო, განვაცალკეო, ჩემი ვიყიდო შოკოლადი, идеალურ შემთხვევაში, რაც უფრო მოქმით, უფრო უკეთესი და თხილაულ-თესლაული გვერდზე მიუდო, ნიგოზი, თხილი, ნუში. ანუ სნიკერსი გავიკეთო ქართულად ჩემთვის. ან ჩურჩხელა ვჭამო. идеალური ხემსი გამოცდებისას, идеალური ხემსი სკოლაში. ჩურჩხელასაც გააჩნია დამატებული შაქრების ოდენობას ფელამუშით, რაც გაკეთდა. მაგრამ ბევრ სხვა ტკბილეულს ბარნი ვიყიდე, და ჩემი გიждდებოდა ჩემი პატარა ძმისთვის, ბარნი იყო და მე მაგ დროსაც ჭარბიწონა მქონდა ყოველთვის აი მენეჯმენტში ჩემი ძმაც რო გაჩნდა და აბა ეხა რძიანი ბარნია სახლში და შეუჭამოთ ამ ბავშვს და თან რო გინდება და ეს ბარნი ძალიან ცუდი რაღაცა. ხო და მაგიტო ჩურჩხელა უკეთესი არჩევანია ძალიან ბევრჯერ მივხვდით მაგასაც. მაგაზე არის ხო პატარების მეგობარიო, ბარნი პატარების მეგობარი. იყო არა ეხლა პატარების მეგობარი სამწუხაროდ. რა ცუდი ხალხია, რა მარკეტინგი აქვს პირდაპირ პატარების მეგობარი. და ძალიან ჭკვიანური. ჭკვიანური პროცესირებული საკვების მარკეტინგი ბევრ ქვეყანაში კანონებს ექვემდებარება.
კანონმდებლობით იზღუდება კონკრეტული junk food-ის გამოტანა საბავშვო შოუებში და შემდგომ, იმიტომ რომ მარკეტინგი და თუ ტელევიზორია მუდმივად ჩართული და მშობელი სეკონდარულ სკოლას უყურებს ღამე და ბარნის რეკლამა ამოვარდა, ეგეც დამატებითი ნეგატიური ფაქტორია. ისე რომ დააკვირდე, მართლა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პოინტი თქვი ხა. ანუ ინფლუენსერები ვინც არიან, იქნება ეს Instagram-ი თუ განსაკუთრებით YouTube-ი, ძველად მაინც ესე იყო ყოველ შემთხვევაში საქართველოში. ბავშვები გიყურებენ უეჭვალად YouTube-ზე. ბავშვები რო გიყურებენ, YouTuber-ის სპონსორი, როგორც წესი, თავის დროზე იყო KFC, რაღაცა სწრაფი კვების ობიექტები და მსგავსი რაღაცები და თან სულ მაგაზე იყო ხოლმე კონტენტი. ანუ გინდა, არ გინდა, ბავშვებს ტვინში მაინც ულექავენ მნიშვნელოვნად fast food-ებს. თან ანუ ხვდები ხა რა, ამასთან ერთად გავიზარდე. რაღაც ეგეთია რა. მე რო ვიყავი 7 წლის, მაშინ ვუყურებდი ვიღაცას და ეხა ვარ 18 წლის და ის მთელი ამ დროის მანძილზე სულ რაღაცებს ჭამდა, რომელიც თვად დიდად ჯანსაღი არ იყო და მეც ჩამჭა რა. ეგ არის ძალიან მაგარი Nestlé-ს საოცრად ჭკვინური 40 წლიანი კამპანია. აზიაში ჩინეთი იყო თუ კორეა, აღარ მახსოვს. ამას წინათ წავიკითხე ყველაზე ერთ-ერთი დიდი headquarter-ი, მთავარი ოფისი გახსნეს იქით. მაშინ როცა 40 წელს წინ დაიწყეს შესვლა, რა უნდა აზიაში ყავას. Nescafe-ზე მაქვს საუბარი. ანუ ჩაი არის მთავარი კულტურა მთელი აზიისთვის. დაიწყეს ყავის გემოს მქონე შოკოლადების გაყიდვა. ბავშვები ჭამდნენ შოკოლადს, პლუს ყავის გემოს სიამოვნებად ბედნიერები იყვნენ და 40 წელიწადში ყველაზე მეტი ყავა Nescafe-ში იყიდება აზიურ რომელი ქვეყანა რო არ მოგატყუოთ მაგ მხარეს. ანუ 40 წლიანი კამპანია იყო გემოს შეჩვევის ბავშვი ტკბილი იმპულსი პლუს ყავა. ეხლა წარმოგიდგენთ იგივე რომ ჯანსაღყვებაზე გავაკეთოთ. ბროკოლის რო ის კონდეს რა ქვია შოკოლადის გარსი რო კონდეს და თან იღებდე ნუტრიენტებს, ეგეთები არსებობს სხვა შორის ბოსტნეულის ნაყინი. გაიგია? არა. სტაფილოს ნაყინი არსებობს. სადაც ეხლა შაქრებს მივიღებ, იმასაც ისიც ტკბილია. მაგრამ ძალიან მარტივი კონცეფციით, როცა ბავშვს ნაყინი უნდა, თან ზაფხულის დღეები, ეხლა ნაყინი არ თემატურია, მაგრამ მაინც ჯოხს თუ ჯავარჯობ ბანანში და ამ ბანანს შავ შოკოლადში ამოვსვრი და საყინულში შევაგდებ, რომ გამოვიღებ იდეალური ნაყინია, რომელიც ბევრად უფრო ჯანსაღია. ანუ აი ეს მიქსი, რაც უკვე ბავშვმა იცის და უყვარს და პლუს ჯანსაღი, არის ძალიან კაი კონცეფცია. ცხოველებში ამას ვიყენებთ ხოლმე, როცა ჭირდება, არ ვიცი, ბოსტნეულის სახელწოდება ჭირდება ძაღლს, მაგრამ არ ჭამს ბროკოლის. ამიტომ არ უყვარს. ხორცს, ბეკონს არ ხო გარედან და ბროკოლის ჭამს იმიან, იმიტომ რომ გონია შეპარულად. აი ეს შეპარვა არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის ბავშვებში. ლამაზი, კარგი გემო, რაც უყვარს თან პლუს ჯანსაღი. ვა, ეგ არ ვიცოდი, საინტერესოა. ნუ პრინციპში ახლა ჩვენ ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი კამპანია არ გვაქვს. აკადემია რა შვება, აბა სანამ ჩვენ გადავტეხავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას კვებასთან დაკავშირებით და სანამ ამ ინფლუენსერებს ჩვენ ჯობს გვიანით არის. გადავიყვანთ ხო ასპარეზიდან, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რას ლაპარაკობ, დაგვჭირდება ალბათ 1-20 წელი მაინც, მაგრამ გავაკეთებთ. კაი, კიდე მაინტერესებს ჰიდრატაციის ამბავი. ჰიდრატაცია განსხვავდება ბავშვების შემთხვევაში ვიდრე სრულწლოვნის ჰიდრატაცია? რამე განსხვავებულად უნდა მივიღო, ან რამე სხვა ფუნქციას ასრულებს? ფუნქცია იგივეა, ოღონ იმიტომ რომ საჭიროება არის განსხვავებული, ბავშვისთვის კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება სწორ ჰიდრატაციის, ანუ სწორი სითხის ბალანს ორგანიზმში. წეგან გახსოვს გითხარით დასაწყისში 1 კილოგრამი ნამატიდან 20% ცილა და მის მიერ ნაშენები ქსოვილები, 10% სამარაგო ცხიმი, დანარჩენი 70% არის წყალი. და ჩვენთვის წყალი თუ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათ შორის კოგნიტურ ფუნქციაში, ტვინი 75% წყალია, რაც ნიშნავს, რომ 1-2% დეჰიდრატაციაც კი, ანუ სითხის ბალანსი კოგნიტურ ფუნქციებზე აისახება ნეგატიურად. ანუ ბავშვს თუ გამართულად უნდა დასწავლა, ამეხსიერება, მეცადინეობა, ჰიდრატაციის ბალანსი არის ისეთი საფუძველი, რომელსაც ვერ გაუვალთ წყალი, პირველ რიგში, ხილი და ბოსტნეული საკვებიდან მიღებული და შეიძლება სხვა სითხეები იყოს ჩართული, რომელიც ძირითადად წყალი არის რეკომენდებული მით უმეტეს ბავშვის მოზარდისთვის, ანუ არა სხვა, მაგალითად წვენით შევავსე, კარგია ხილის წვენით, ვიტამინების წყაროა, მაგრამ ჯობია ხილი ჭამოს და ასევე წყალი ზემოდან. ერთი არის კოგნიტური ფუნქცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდის და ბავშვის დასწავლის უნარში და მეორე ნაწილი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის რომ წყალი არის თავად კატალიზატორი, ანუ რას ნიშნავს? წყალი არ მაძლევს ენერგიას, მაგრამ წყალი ჩართულია ყველა ენერგიის მიღების პროცესში. წარმოგიდგენ, მანქანას აქვს ბენზინი და აქვს ზეთი. ჩვენთვის ბენზინი არის ცილცხიმი ნახშირწყალი და ზეთი
არის წყალი. ანუ ზეთი წყალი საშუალებას აძლევს მანქანას, ანუ ადამიანის ორგანიზმს ენერგიის მიღების პროცესი უწყო და დაწარმოოს. ცილების შენებას ჭირდება წყალი, ჰიდროლიზი და მერე დეჰიდრატაციული სინთეზი წავედით ცოტა მეცნიერებაში. ანუ ცილის შედუღებაში და ცილის დაშლაში, რომელიც აუცილებლად ჭირდება ყველა ორგანიზმს, მათ შორის მოზარდს, წყალია ჩართული. როგორც მთავარი მუშა. ამიტომ ეს ანუ ჰიდრატაციის ნაწილში მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ზრდასრულობისთვის და სპეციფიკური ფუნქციები არ აქვს დამატებით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, იმიტომ რომ ზრდის და შენების ფაქტორია ჩართული. მაგ ზრდის და შენების ფაქტორზე გამახსენდა იმ დღეს თვალი მოვკარი არა ქართულ საიტზე, რომ ცხიმოვანი მასაო უფრო მალე აკაცებს ან აკალებსო, თუ რაღაც ეგეთი იყო. რა იყო? რა არის ეგ საერთოდ? ჭარბი ცხიმოვანი მასა შეიძლება გახდეს არასწორ დროს, არასწორი ზრდის სიგნალი. ეხლა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ გახსოვს ამით დავიწყეთ. იგივე ჰორმონები, რაც დასრულს აქვს მოზარდს, ოღონდ დამატებითი ფუნქციები აქვს. რას ნიშნავს? მაგალითად ლეპტინი, ვიცით რომ ეს არის მადის მარეგულირებელი მთავარი ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც მადას მიქვეითებს. გამოიყოფა ცხიმოვანი უჯრედების მიერ. და ორგანიზმს ეუბნება, რომ საკმარისი ენერგია მაქვს ჯიგარო ჭამა გააჩერე. შეგიძლია დამატებით საკვებზე აღარ დახარჯო ენერგია მიღებაზე. ბავშვისთვის, უпростоრად მოზარდისთვის, ლეპტინი არის არა მარტო მადის მარეგულირებელი, არამედ სიგნალი ტვინისთვის. მოზარდობა, პუბერტატის პერიოდი არის ენერგეტიკულად საკმაოდ ხარჯიანი პერიოდი და მასში, როცა ნადრევად ჭარბწონიანი შეიძლება გახდეს ბავშვი, ჭარბწონი ნიშნავს მეტ სამარაგო ცხიმს, მეტი სამარაგო ცხიმი ნიშნავს მეტ ლეპტინს, რომელიც twins ურეკავს და ეუბნება საკმარისზე მეტი გვაქვს ეხა ჩვენ ენერგიის მარაგები, შეგიძლია ზრდის პროცესი დააჩქარო და გაუშვა. ანუ ნაადრევი პუბერტაცია შეიძლება მივიღოთ მით უმეტეს გოგონებში. სასქესო ჰორმონების ქაოტური მოცვლა, რომელიც პუბერტაციის ასაკში იწყება ჭარბწონიანობასთან ერთად და ბიჭებში ჭარბმა ცხიმოვანო მასამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ესტროგენის. ანუ სასქესო ჰორმონი, რომელიც ქალის ფიზიოლოგიურ პროცესებში მჭირდება და ამასობაში გარეგნულად იქნება თუ ეს სასქესო ფუნქციებს ქალისას აყალიბებს, მისი ზრდა და მატება. ცხიმოვანი ქსოვილს შეიძლება გამოთავისუფლოს ისე მოუწყდება სიტყვები. ახლოს ვარ გამახსენდება და მოუწყდა სიტყვა ენის ვარზე მათქას. არა უშავს. აღწერაში დავწეროთ ეგ კონკრეტული სიტყვა და მანდ ნახოს მერე მაყურებელმა. აი, გავიგე, ეგ ეხა შენავობ ჭარბწონიანობის ნაწილში. კი, ჭარბწონა. ანუ მეტი ცხიმოვანი მასა. და ნახებან ბავშვებში ხო არის სიმსუქნე, ჭარბწონაზე კიდევ უფრო მეტი. ჭარბწონა და სიმსუქნე. ანუ ის წერტილი, სად დაიწყება ეს ნეგატიური პროცესები, ესე გამოვლენი არ არის, ანუ რა ცხიმის პროცენტობაზე. ჭარბწონა და სიმსუქნე არის ამ ყველაფრის რისკი. და მერე კითხვა ისმის, კაცო, ნაადრევად გაიზარდა, კარგი არ არის, ადრე გაიზარდა. ეს იგივე კონცეფცია რითიც დავიწყეთ. ადრე გაზრდა არ ნიშნავს კარგს. ადრე გაზრდას ამასობაში მით უმეტეს გოგოებში, აი, ხო იცი რო იძახიან, დამაღლდა მალე ყველა ბიჭს გაასწრო კლასში სიმაღლეში და მერე 14 წლის ასაკში თავი მოიხვიაო. დედა ჩემი და დეიდა ჩემი ძახდნენ, თავი მოიხვიე 15 წლის ასაკში. მაღალია გოგო, წარმოიდგინე ბავშვობიდანვე სწრაფად იზრდება და როგორც წესი გოგოები აჭარბებენ ხოლმე 19 წლის ასაკში სიმაღლეში ბიჭებს. თუ დაკვირვები ხარ. არა. ეს როგორც წესი ეგრე ხდება. მაგრამ თუ კიდევ უფრო ადრე მოხდა და სწრაფად გაიზარდა ბავშვი, მალევე ხდება აი ამ ზრდის მაქსიმალურის მიღწევა და შეიძლება გენეტიკურად ბავშვს შეეძლო უფრო გაზრდა მათ შორის სიმაღლეში, მაგრამ იმიტომ რომ ნაადრევად დაიწყო პროცესი, ნაადრევად დამთავრდა და თავის გენეტიკურ მაქსიმალურს ვერ მიაღწია, იმიტომ რომ ჭარბწონიანობა როგორც დამატებითი ნეგატიური ფაქტორი ჩაერთო პროცესში, როგორც ნაადრევი ზრდის ნაწილი. ეგ შეიძლება რომ ნაადრევ ზრდას როცა ამბობ, აუცილებლად სიმაღლეს მხოლოდ არ ნიშნავს. ეხა სიმაღლით ვაკვირდებით ხოლმე როგორც წესი და კი სიმაღლესთან უფრო მაქვს საუბარი ეხლა სიმაღლის ნაწილზე. კაი, გავიგე. ვა, საინტერესოა. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს კიდე, მაგრამ ეხლა დაგინდობ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ გიჭამიან და კიდე 4 დღე წინ გელოდება შიმშილის. ამიტომ მე სხვა პოდკასტში გადავაგრძელოთ ბავშვთა ნუტრიციოლოგიაზე, მაგ აი რაოდენობის კითხვა. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და გამიხარდება დამატებით კითხვებს კომენტარში თუ ნახავ, რომელსაც მოვინიშნავთ და შემდგომ პოდკასტში დაგიბრუნოთ პასუხს. იმიტომ რომ ძალიან მოიქოქება ახლა ეს თემა აკადემიაში, პოდკასტშიც, YouTube-ზეც, Instagram-ზეც, ყველგან. კი, და ჩვენს პოდკასტს Nutrition Academy of Georgia-ს პოდკასტი აღარ უნდა ერქვას. ისე თქვენ რა შემოგთავაზებთ, საინტერესო იქნება. მე ვფიქრობ ბროკოლი.
ან ბროკოლიები. ბროკოლიები, იმიტომ რომ თოკო ნუტრიციოლოგიის საფუძველში ბროკოლიების მაგალითი დასწავლის ბევრ რაღაცას და ჭადრაკი გვაქვს ხოლმე შორის ჩვენმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გაგვიკეთა ხილი ბოსტნეულის წინააღმდეგ და ძალიან საინტერესო კაი რაღაც არის გასართობია. ერთი თამაშის დროს უნდა ჩავწეროთ პოდკასტი. კაი, მოკლედ, ეგ არის მშვენიერი.